ბევრმა იცის მე როგორ გულშემატკივრობ ქართული ხეხილის ჯიშებს, ადგილობრივ მცენარეებს, ადგილობრივ თესლებს. ამამბის მხარდასაჭერად ერთი პატარა ამბავი მოვიფიქრე და მინდა ეხა გაჩვენოთ. აი მაგალითად ტურისტებისთვის აფხაზური ლეღვი, აფხაზურა რომ არის. აგერ ნახეთ ქართული ველური მცენარე მაჩიტა. აგერ ნახეთ რცხილაფოთოლა ძელქვა, ქართული მცენარეა, ჩვენი ენდემია. ლიორდა სალამი, ესეც ქართული მცენარეა. აქ ნახეთ მალინა მარწყვის რო ვეძახით. მალინა მარწყვი და აქ პატარა აღწერილობა. არ ვიცი ვის მოუნდება ხა გულზე ეწეროს მალინა მარწყვის აღწერილობა, მაგრამ აღმოჩნდებიან ხოლმე ტურისტები, ვისაც მოსწონთ. აქ არის მაისის ვარდი, რომელიც ასევე გასაფრთხილებელია. აგერ ნახეთ ვაშლი ანტონოვკა. ეს ჩვენი ჯიშებია, ქართული ჯიშებია, ბაღისთვის, ჰორტენზია, ყველა. ეს ჩვენი თათრული გოგრა, თათრულა ხაპი. ქესტანა, წაბლახაპი, ბამბახაპი, ჩქინობრა კოპეშია, ასე უწოდებენ დასავლეთ საქართველოში, სხვადასხვა კუთხეში გოგრას. თათრულა ხაპი განსხვავებული ძველი ჯიშია, საქართველოში 120 წელზე მეტი ხნის წინ გავრცელდა და აქ ამბავი პატარა აღწერილობა ამის შესახებ. აქ უფრო ამბავია მთავარი, ვიდრე ხარისგულა პამიდორი, რა თქმა უნდა. აგერ ნახე ქართული ველური მცენარეები, არჯაკელი მაგალითად, ლათირუსი. შენ არჯაკელო ხვიარა, ქსანზე ვინ ჩამოიარა? რავი ღრუბლებზე ვფიქრობდი და არა გამიგიარა. აქ პირიმზე ქართული მცენარე პირიმზე. აი ალექსანდროული მსხალი. მსხალი ალექსანდროული. აქ გვაქვს ჩანთები ამ მოტივებით. ისევ კერია, აფხაზური ლეღვი. ეს ვინ არის კიდე? მოსწონთ ძალიან ტურისტები, ძალიან ეტანებიან. და ბარემ ესატარონ არ მირჩევნია ვიდრე სხვა რამე. თეონამ გააკეთა არაჩვეულებრივად ეს დიზაინები, აი, მსხალი ალექსანდროული. ისევ არჯაკელი. ძალიან მოსწონთ ეს ჩანთები. აქ უკვე არიან ბლოკნოტები. კავკასიური დეკა. აქ ინფორმაციაც არის. მარადმწვანე ლამაზად მოყვავილე ბუჩქია, ფართოდ არის გავრცელებული მთელი საქართველოს სუბალპურ სარტყელში, ზღვის დონიდან 2400-3000 მეტრ სიმაღლეზე და ინგლისურადაც რა თქმა უნდა ტექსტი. აი კავკასიური იორდასალამი, ჰერბარიუმიდან გაკეთებული ფოტოა. კავკასიური დეკა, კოლხური ჯონჯოლი, ჩვენი ენდემია, იშვიათია, მთის შროშანი, ვარდა. მაღალმთიანი ნეკერჩხალი, მაღალმთის ნეკერჩხალი, აცერ ტრაუტვეტერი. რცხილაფოთოლა ძელქვა, ძელქოვა, კარპინიფოლია, მარტო საქართველოში იზრდება და მეტი არსად. აქ ბაღის მცენარეები. მეორე უჯრაში ნახე. აი ნახე წყალიკრეფია. იულიას ფურისულა, ესეც ქართული ენდემია, მაჩიტაც ქართულია, ქართული ზამბახი ხომ ქართულია და ქართულია. ესენი ნახე უკვე ბაღის მცენარეები. იორდასალამი, ჰორტენზია, ხარისგულა პამიდორი, თათრულა ხაპი, კერია, იაპონური კერია, რომელზეც გიჟდები, გლიცინია, ანუ ვისტერია. აქ ვინ არის? ესეც კერია, ზამბახი, ესეც ბაღის ყვავილებიდან. რა ვიცი, მე ქართულება მე მომწონს. აქ არაჩვეულებრივად გააკეთა მაიამ შესაფუთი ქაღალდები. ძალიან ლამაზები გააკეთა. ქაღალდებად, კოლოფებათაც აკეთებს. ნახე, აქ როგორი კოლოფებია. მე მომწონს შესანახად მაგალითად, რაღაცების შესანახად. ასეთი ქართული მცენარეები, ბაღის მცენარეები, კოლოფები. და ვიყენებ, რაც მთავარია. კარგად. სამი ზომის, ყველა დიზაინით გვაქვს სამი ზომის. აქ ჯორჯიტას საპნებია. ეს ის იტალიურია, მე მგონი თუ ფრანგული, მე მგონი იტალიური. ძალიან სურნელოვანი, კარგი საპნები, მე თვითონ გიჟდები, ამაზე მის დღემში რო არილევა იმდენი რომაა. და ძალიან მომწონს და უხდება ბაღს, რაც მთავარია, აქ ჩვენი საპნებია. აქ ძალიან კარგი ქართველი ოჯახის, ისინი ძალიან დამეხმარნენ მე და ამ საპნების გაკეთებაში ძალიან დიდი ხელშეწყობა ვიგრძენი მათგან და ეხა მინდა აქიდან მადლობა გადაუხადო. აი ნახეთ, მათი საპნებიც იყიდება აქ. მაგათ ქვიათ ველა. ახალგაზრდა წყვილია, ძალიან სიმპათიურები, კარგები ბუნებრივ საპონს აკეთებენ და რადგან ხელი შემიწყვეს, დამეხმარნენ, მხარი დამიჭირეს და ძალიან
მომეშველნენ ჩემი საპნების გაკეთებაში, ამიტომ მე გადავწყვიტე რომ მათ მხარი დაუჭირო და მეც გამოვხატო მათდამი პატივისცემა და ყურადღება. ეს უკვე ჩვენი და მათი ნამუშევრებიც იყიდება, ჩვენი საპნებიც იყიდება. ეს ძველი კარადები მეორადებში ვიყიდე, გახარებული ვარ. ჩამოტანილია და ძალიან მოხერხებულია, ნახე. გასწევ, გამოსწევ. დახლებია სხვათა შორის, ძველი მაღაზიის დახლებია. აი ეს, მარაგები გვაქვს, კარგად. გამოძეძგილი ყველაფერი. კაი სურნელი დგას. რაც ვნახოთ, ალბათ ქვევითაც იქნება. ის უსაფსია ყუთები. სულ ვამბობ და ახლაც ვიტყვი, რომ ბაღი არ არის მარტო მცენარე. ბაღს ახლავს ემოცია და ამ ემოციაში გვეშველება ასეთი ამბები. თავიც მე მომწონს ამის კეთება და ამ ყველაფერთან ერთად ყოფნა და ამის შექმნა. მარტო თესვა და ბარვა არა საინტერესო, თუ ამას არ ახლავს ეს დანარჩენი ამბავი, რა თქმა უნდა.